გამარჯობათ პატივცემულებო, რადიომსმენელებო და ტელემაყურებლებო. ჩვენ გადაცემის ბოლომდე ვიქნებით ისევე ნაცნობის სამეული. წარუდგებით თქვენს წინაშე, მაგრამ ეხლა ამჟამად ვართ 4-ნი. ბატონი ილია ჩაჩიბაია ჩვენთან ერთად და მას სურს განცხადების გაკეთება. და შემდეგ ჩვენება ეკრანზე და ვიყოთ ყურადღებით თუ შეიძლება თქვენს წინაშე კი ვიქნებით რა თქმა უნდა ბატონები ოთარ ჭითანავა თორნიკე კივილაძე და მე ბექა თავბერი კაპანაძე გისმენთ ბატონო ილია მოგესალმებით ჯერ მოგესალმებით ბექა თორნიკე ოთარ მადლობა რომ მისმობთ დროს თქვენს გადაცემაში მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებლებს და რადიომსმენელებს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ საჩივრით მიმართა ვინმე ლევან მამფორიამ ეს არის პიროვნება, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ჩვენი გუნდის დისკრედიტაციას ცდილობდა, ჩვენი წამყვანების და ამ თვალსაზრისით მან ძალიან ბევრი ცილისმწამებლური და შეურაცხყოფის შემცველი ტექსტი გაავრცელა სოციალური ქსელის მეშვეობით და წარმოგიდგენიათ ცინიზმი რამდენად დიდია, რომ ის თავად აქეთ უჩივის ობიექტივს იმის გამო, რომ ჩვენ შევისწავლეთ ამ პერსონის საქმიანობა წარსულში და დადგინდა, რომ ის ტერორისტული აქტის ფიგურანტი იყო 2016 წელს და ამის შესახებ ვიდეოში, რომელსაც მალე ჩვენ გავუშვებთ, უფრო დეტალურად შეიტყობს ჩვენი მაყურებელი და რადიომსმენელი. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ მირმა ინაშვილმა უკვე მიმართა პროკურატურას იმ თავდასხმის შეურაცხყოფის და ცილისწამების გამო, რაც ვინმე ლევან მამფორიამ განახორციელა, სწორედ ქალბატონი ირმას მიმართ, გოჩა ჯოჯუაზეა საუბარი, ჩემს მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ ამ ვინმე მამფორიამ ძალიან მძიმე შეურაცხყოფები, ფიზიკური განადგურების მუქარები და სხვა მრავალი გაავრცელა დეტალურად ვიდეოში შეიტყობთ ამასთან დაკავშირებით ვიმეორებ და მე უკვე მივმართე ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გუშინ, ხოლო პროკურატურას აუცილებლად მივმართავ ხვალან ზეგ მზადდება ეს სარჩელი ვინმე ლევან მამფორიას წინააღმდეგ და მას მოუწევს პასუხის გება იმ ცილისწამების შეურაცხყოფის და თავდასხმების გამო, რასაც ახორციელებდა და ახორციელებს ჩვენი წამყვანების და ჩვენი გუნდის მიმართ. კი ბატონო. ვიმეორებ გუშინ 19 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოსმენა შედგა მხარეების კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე მე ილია ჩაჩიბაია გამოვედი და ირმა ინაშვილმაც აგრეთვე განცხადება გააკეთა და ჩვენს გამოსვლებს ვთავაზობთ საზოგადოებას რომ გაერკვნენ თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე და რას შეიცავს ეს საქმე რა დეტალებს. ხოლო მონაწილე სხვა პირების კომენტარებს ამჯერად ჩვენ არ გთავაზობთ, არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ჯერ ერთი რომ მათი კომენტარები გავუშვათ, მეორეს ერთი შეთანხმებულიც არ არის მათთან და არ ვიცით საერთოდ აქვთ თუ არა ამის სურვილი. მადლობა კიდევ ერთხელ რომ დამეთმეთ დრო და ვიხილოთ ახლა ეს ვიდეო ჩანაწერი. კი ბატონო, ვიხილოთ. მოგესალმებით, გამარჯობათ. ამ საქმის მოკლე ისტორიაზე მინდა გადავიდე პირდაპირ პატივცემულო კომისიის წევრებო, ვინაიდან ეს საჩივარი მეც მეხება, ჩემი საავტორო გადაცემა არის მოხსენიებული, მე ობიექტივზე მეც და გოჩა ჯოჯუა ვუძღვებით პოლიტიკურ გადაცემებს, ამიტომ მინდა მოკლე ისტორია გაგაცნოთ. მომჩივანი ვინმე მამფორია მიმდინარე წლის 4 მაისს ჩემთან და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა არ ქვია ამას, ამაზრზენ პოსტს ავრცელებს და თქვენ გააქვთ ეს სკრინები მის მიერ გავრცელებული პოსტების, მე შემიძლია ვანახო, იმიტომ რომ ამას უბრალოდ ვერ გაიმეორებს ადამიანი საზოგადოების წინ და მინდა დასაწყისშივე გითხრათ, რომ მომჩივან მამფორიას არც მე ვიცნობ, არანაირად პატრიოტთა ალიანსის წევრი ის არ ყოფილა და არ არის, ეს არის სრული ტყუილი, არც ჩვენი პარტიის წევრები არ იცნობენ მას, გუნდი არ იცნობს საერთოდ, ეს ადამიანი თვალით არ ამყავს ნანახი და დააკვირდით, თენდება ერთი მშვენიერი დღე და ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, აქვს მონიშნული ვყავარ პირდაპირ და აქვს გავრცელებული ამაზრძენი შეურაცხყოფაც არ ქვია ამას პოსტი ჩემთან და პატრიოტთა ალიანსთან მიმართებაში. აი მხოლოდ ამის შემდეგ დავინტერესდი პირადად მე თუ ვინ იყო ეს მომჩივანი არსება. და
დაინტერესდა ობიექტივი საგამოძიებო ჯგუფიც, იმიტომ რომ ვართ ობიექტივის პოლიტიკური წამყვანები, მეც და გოჩა ჯოჯუაც და ეს ინტერესი ვფიქრობ გასაგებია და ლოგიკური. აი ამ გამოძიების პროცესში გაირკვა რომ მომჩივანი არსება მამფორია პირდაპირ იყო დაკავშირებული საგურამოსთან სუსის მიერ აღკვეთილ ტერაქტთან. ეს ტერაქტი სუსმა აღკვეთა 2016 წელს და სწორედ ეს ფაქტი, უტყუარი ფაქტი, რასაც თავად არ უარყოფს, პირიქით მოითხოვს იმას, რომ ისიც დაუმატეთო, რომ მე ამ ტერაქტის გამო გამასამართლეს ბრალი დამიმტკიცეს და 2 წლით თავისუფლება აღმიკვეთესო და ობიექტივი აგრძელებს გამოძიებას ამ თემაზე, არ გაჩერდება ობიექტივის საგამოძიებო ჯგუფი და აისახება ეს და სხვა ფაქტებიც ობიექტივის შემდგომ გამოძიებებში. ეხლა დააკვირდით, ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ, არავითარი შეხება მასთან არ გქონია, არანაირად ჩვენი პარტიის წევრი არ არის, გამოდის და უკიდეგანო ცილის წამებას და შეურაცხყოფას ავრცელებს საჯაროდ სოციალურ ქსელში. დღეს მონას რომ დაუძახებენ დეპუტატებს, იმაზე ხდება საქმეების აღძვრა და აპატიმრებენ ადამიანებს და თქვენ წაიკითხეთ ეს სკრინები, განა მონაზე მეტი არ არის ის, რაც ჩემთან მიმართებაში მოხდა. ეს არის დანაშაული. მთელი რიგი დანაშაულის ნიშნებია გამოკვეთილი მამფორიას მხრიდან ჩემთან მიმართებაში და გოჩა ჯოჯუასთან მიმართებაში. აი ეს სკრინი, არ ვიცი კარგად ჩანს თუ არა, ვერ გავიმეორებ, კიდევ ერთხელ უსვამ ამას ხაზს, ასევე მისი გავრცელებულია და თქვენ გიდევთ ახლა მაგიდაზე. ჩემს საავტორო გადაცემაში მე მხოლოდ შემეძლო ის, რომ რაღაცნაირად გამეცა პასუხი და შემეჩერებინა აი ამ ცილის წამების და ტყუილის კასკადი. შეურაცხყოფების კასკადი. მე გავშიფრე ის ეპიზოდი, სადაც მე ვსაუბრობ მომჩივან არსებაზე და არავითარი ჟურნალისტური სტანდარტი, მე 30 წლიანი გამოცდილება მაქვს ჟურნალისტური საქმიანობის და არანაირი სტანდარტი არ მაქვს დარღვეული. აქ საუბარია, რომ პირადი შეურაცხყოფა არ უნდა მოხდეს, ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი და რა არის მისთვის აღშფოთების მიზეზი? ის რომ არაკაცი და ლაჩარი ვუწოდე? ჩაიხედოს განმარტებით ლექსიკონში, არაკაცი ნიშნავს ავის საქმეების ჩამდენ კაცს, ლაჩარი ნიშნავს მხდალს და ეხლაც ვეუბნები, არაკაცობა და ლაჩრობაა, როდესაც ქალს, მანდილოსას, დედას, პოლიტიკოს ქალს, აფხაზეთის ომის ვეტერან ქალს მიაყენებ ესეთ უკიდეგანო შეურაცხყოფას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მეგობრებო. ქართული მენტალიტეტისთვის აი ესეთი ქმედება, ესეთი ლექსიკა, ქალის მიმართ ესეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი და დაუშვებელი. ეს არ არის ქართული მენტალიტეტის გამოხატულება, მიაყენო ქალს ესეთი უკიდურესი შეურაცხყოფა. და ამ ქმედებას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს, სწორედ აი ამ ქართული აზროვნებიდან გამომდინარე. არაკაცობა ეს ზუსტად ავის საქმეების ჩამდენობა. გიდევთ თქვენ მაგიდაზე სკრინები, ვიცი რომ წაიკითხეთ და დარწმუნებული ვარ რომ გამოიწვია თითოეული თქვენგანის აღშფოთება ამან, სხვანაირად მე ეს ვერ წარმომიდგენია და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი. აბსოლუტურად უცნობი ადამიანი არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენ გუნდთან ტყუის. ეხლა ჩვენ არჩევნების დროს 11-ზე მეტი პარტია იყო ჩვენს ერთობაში გაერთიანებული და სხვადასხვა პარტიის წევრები მონაწილეობდნენ, ვიცი რომ გამოგიგზავნათ მან რაღაცა მასალა და ძალიან სწორად მოიქცა კომისია რომ არ მიიღო ეს დამატებითი მასალები. ეს არ არის თქვენი პრეროგატივა. ეხლა რა მინდა ვთქვა, როდესაც მომჩივანი თუ მოქალაქე თუ არსება კადრულობს ასეთ რამეს, რასაც ეხლა ადგილი აქვს მისი მხრიდან, მე ღრმარწმენა მაქვს და მაქვს გამოცდილება ვიცნობ მათ ჯიშს, ასეთ ხალხს ვიცნობ, ისინი არ მოქმედებენ მარტო. ეხლა იქნება შთაბეჭდილება თითქოს სხვა ტელევიზიებს ხელისუფლება უჩივის და თითქოს აი ამ მომჩივან მამფორიასა და ობიექტივს შორის არის რაღაცა კერძო დავა. არა მეგობრებო, ეს კაცი არ არის მარტო, ეს არაკაცი უფრო სწორად არ არის მარტო, ის ჩემი ღრმარწმენით
და ილია ჩაჩიბაია, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას არაერთი წყარო ყავს. არის მართული კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იმართება იგი და სუსის გამოძიებაში, რაც საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ იმ ჯგუფს ეს თქვენი პრეროგატივის საკითხი არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი, ტერორისტების ჯგუფის უკან იდგა უკრაინა, სააკაშვილი და იმ მიმართულებაზე იყო საუბარი და რატომ უნდა გამოვრიცხოთ და სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მათ უკან ეს ჯგუფებიც დგანან და კიდევ ის ჯგუფი, რომელიც დღესაც არის სუში და შინაგასაქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოებში ჩანერგილი და დარჩენილი. ჩემთან დაკავშირებით პოსტების დიდი ნაწილი ეხება აფხაზეთის ომს და ამაზრზე ცილის წამებას. ეხლა მე ვიყენებ შესაძლებლობას და იძულებული ვარ ჩემ თავზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. მე გმირულად გავიარე აფხაზეთის ომი. და ყველა მიცის ეს ვინც იყო იმ აფხაზეთის ომში. გმირულად გავიარე ნამდვილად. მე არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ იძულებული ვარ. მანამდე ცხინვალი იყო, მერე ჭუბერი იყო, მე უამრავი ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი, ქალი გადავარჩინე. არა მარტო კადრები დაუტოვე ჩემს ქვეყანას, არამედ ადამიანებს ვაჩუქე სიცოცხლე. ამიტომ სულ არაფერი გავაკეთო ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში, რაღაცა მაინც მაქვს გაკეთებული და როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი მე ვფიქრობ სხვა ვეტერანებთან ერთად ვიმსახურებ პატივისცემას. და აფხაზეთის ომის კონტექსტში ეს არსება მამფორია, ჩემზე წერს რომ ვიყავი მხედრიონელი, თურმე რაც ტყუილია და ეს ყველა მიცის, ვინც აფხაზეთის ომში იყო და გაიარა. აფხაზეთის ომის დროს გარდა თავდაცვის სამინისტროს შენაერთებისა იყო არაერთი სამხედრო შენაერთი, მხედრიონი და მრავალი სხვა. კაფიოდ ვამბობ და ბატონმა ვატომ იცის ეს. მე ირმა ინაშვილი თავდაცვის სამინისტროში ვიყავი აკრედიტებული როგორც ჟურნალისტი სოსო მარგიშვილთან. არ მქონდა შეხება სხვა შენაერთებთან, მათ შორის მხედრიონთან არ მქონდა შეხება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ მომჩივან არსებას რატომღაც მგონი ვარ მხედრიონელი. და მინდა გითხრათ, რომ ბატონ ჯაბაიოსელიას მე პირადად არც ვიცნობდი და სიცოცხლეში არ შევხვედრი ვარ, არც ომის დროს, არც ომის შემდგომ, მას მხოლოდ ეკრანზე მყავს ნანახი ბატონ ჯაბა. მაგრამ ნახეთ და აკვირდით, რატომ მაინც და მაინც ეს მიბმა ჩემი მხედრიონთან. რატომ მაცხადებს მხედრიონელად? იმიტომ რომ სამეგრელოში მოგიხსენებათ, მხედრიონს ნეგატიურად უყურებენ, ხა რატომ როგორ ამის ახსნას არ დავიწყებ მე და ყოველი არჩევნების წინ იწყება ტყუილის და ცილის წამების კასკადი. თითქოს მხედრიონელი ვიყავი, ან მე, ან დავით არხანმოურავი, ან ჩვენი გუნდის სხვა წევრები, არ ვყოფილვართ ჩვენ არანაირად დაკავშირებული ამ შენაერთთან, მინდა სამეგრელოს მოსახლეობა მიცოდეს ეს. და ესაა მცდელობა, რომ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა აი ამ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ შეიზღუდოს სამეგრელოს რეგიონში და ამას გააზრებულად აკეთებს მომჩივანი არსება. ამ დღეებში საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ქალბატონმა თეა წულუკიანმა ასეთი რამ ბრძანა, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ აფხაზეთის ომის ვეტერანებსო და მე ქალბატონ თეას ვეთანხმები ამაში. ნამდვილად უნდა ვცეთ პატივი, განსაკუთრებული პატივი აფხაზეთის ომის და საერთოდ ომის ვეტერანებს. მე ომის ვეტერანი ვარ, ქალი ვარ, დედა ვარ, მეუღლე ვარ. ვარ პოლიტიკოსი ქალი და რასაც მომჩივანი არსება ჩემთვის უცნობი სრულიად დღეს აკეთებს ჩემს წინააღმდეგ, ეს არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და დარწმუნებული ვარ მე რომ არც დარჩება. ამიტომ ამ სხდომიდან მინდა უთხრა მას, რომ ყველაფერს გავაკეთებ პირადად მე ირმა ინაშვილი იმისათვის, რომ მან სამართლებრივად კანონის წინაშე აგოს პასუხი და ეს იმიტომ უნდა მოხდეს, რომ სხვა დროს ვერავინ ვერ გაბედოს აი ესეთი აღვირახსნილი შეურაცხყოფა მიაყენოს ომის ვეტერანს, ქალს, დედას, მეუღლეს. სინამდვილეში ამ მომჩივან არსებას იცით რა უნდა? მას უნდა რომ მოხდეს პროვოკაცია და ჩემმა შვილებმა, ჩემმა ოჯახმა, გოჩა ჯოჯუას ოჯახმა გაიგდოს წიხლქვეშ.
ეს არა კაცი, აი ეს უნდა, ეს არის პროვოკაციაა პირდაპირ დაგეგმილი ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მე ასეთები როგორც წესი კალამს არ უშვებენ ხელიდან, აგერ პირველი საჩივარი მან შემოიტანა, ხო? და საჩივარზე წერენ და ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცნობ ასეთების ფენომენს და ჯიშს და საქართველოში ჩამოყალიბდა სამწუხაროდ მომჩივანი პროვოკატორების კლასი. აი ასეთ მომჩივან პროვოკატორთა კლასს განეკუთვნება მომჩივანი მამფორია, რომლებიც ჯერ პროვოკაციას გიწყობენ, აი რაც მოგვიწყო ამ კომენტარებით, რომლის წერასაც აგრძელებს და მერე ჩივიან და კალამს არ უშვებენ ხელიდან. ხას უსვამ იკვეთება მთელი რიგი დანაშაულებები მომჩივანის მხრიდან ჩადენილი ჩემთან მიმართებაში, გოჩა ჯოჯუასთან მიმართებაში და მე მივმართე შინაგან საქმეთა მინისტრს, მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაიწყოს სამართლებრივი რეაგირება ამ საქმეზე. დღეს პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან განსაკუთრებული დაცვის ქვეშ, მოხდა ცვლილება კანონში და თუ მათ ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ხდება რეაგირება, საკმაოდ მძიმე სხვათა შორის ამის გამო ციხეში უშვებენ ადამიანებს. მე წინააღმდეგი ვარ საერთოდ პირადი შეურაცხყოფების, პოლიტიკური დაპირისპირება, პოლიტიკური პოლემიკა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაცდეს ამ ჩარჩოებს, პოლიტიკური ოპონირების ჩარჩოებს და არ უნდა შეეხოს პირადს ადამიანის ღირსებას. მაგრამ დააკვირდით, ჩვენ რა არა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები? თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა არის დასჯადი, ესეც არ არის კომისიის პრეროგატივა, პარლამენტის პრეროგატივა, დასჯადი ქმედება არის მათი შეურაცხყოფა. მეც ვარ ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირი, ორგზის დეპუტატი, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის, მეც ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი და განა შეიძლება რომ ესეთი კამპანია იყოს განხორციელებული ჩემს და ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. ხას უსვამ, ვიცი რომ მისმენს ახლა ეს არსება. ეს არის დაგეგმილი, ორგანიზებული კამპანია. მომჩივანი არსება, მამფორია არ არის მარტო. მის უკან დგანან კონკრეტული ჯგუფები და სამართალდამცავი ორგანოები. მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოიძიებენ თუ რა ჯგუფებთან და რა პოლიტიკურ ინტერესთან გვაქვს საქმე. დიდი მადლობა. მოგესალმებით, გამარჯობა. მე ვარ ილია ჩაჩიბაია, ობიექტივის პროდიუსერი და ჟურნალისტი. პირველ რიგში ალბათ გაინტერესებთ და მართალია ითქვა აქ ნაწილობრივ, მაგრამ როგორ დაიწყო ლევან მამფორიასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების მომზადება, ხომ? მოულოდნელად, სრულებით მოულოდნელად, რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელების მეშვეობით ვინმე მამფორიამ, მას საერთოდ არ ვიცნობდი მე მანამდე და არც არავის სმენოდა მის შესახებ ჩვენი გუნდიდან, დაიწყო წარმოუდგენლად მძიმე შეურაცხყოფელი კამპანიის წარმოება ჩვენი წამყვანების წინააღმდეგ. ირმა ინაშვილზეა საუბარი აგრეთვე გოჩა ჯოჯუაზე. მოგვიანებით მეც გავხდი სამიზნე სხვათა შორის, დაუკავშირდი მას საპასუხო ინტერვიუზე მუშაობისას და წარმოუდგენლად მძიმე შეურაცხყოფა მომაყენა, აგრეთვე იყო მისი Facebook პოსტების მეშვეობით პირდაპირი მუქარა ფიზიკური ანგარიშწორების მუქარა ჩემს მიმართ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ხომ აი წარმოუდგენლად მძიმე სიტყვებით და შეურაცხყოფით იყო მოხსენიებული ჩემი სახელი და ეს ჟურნალისტზე თავდასხმა აგრეთვე პროფესიულ მოვალეობაში ხელი შეშლასთან ერთად და ამაზე მე აუცილებლად ვუჩივლებ ვინმე ლევან მამფორიას, რომელიც აქეთ ჩივის, ინდისი არ ყოფნის იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იკადრა საჯარო სივრცეში სოციალური ქსელებით და ახლა აქეთ ჩივის. ასეთი ცინიზმი და ირონია პირადად მე არსად არ მინახავს პატივცემულებო. ესე იგი, დღევანდელ დროში თანამედროვე სამყაროში, მათ შორის საქართველოშიც ხშირია სოციალური ქსელებით თავდასხმები, შეურაცხყოფის კამპანია. გახშირდა ეს ძალიან საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა ადამიანებს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ნებისმიერს იცავს ასეთი სახის თავდასხმებისგან, როგორც ეს არის ცილისწამება, ასევე პირადი შეურაცხყოფა, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სრულებით
დაუცველი აღმოჩნდით და როგორც ასეთი ერთადერთი გზა დარჩა ის რომ ვამხილოთ საჯაროდ ვაჩვენოთ მაყურებელს და რადიო მსმენელს ვინ რატომ რა მიზეზებით ახორციელებს ასეთ თავდასხმებს ობიექტივის გუნდზე მათ შორის ჩვენს წამყვანებზე დავინტერესდი აქედან გამომდინარე მე ვინ იყო ეს ლევან მამფორია სამეგრელოდან ვარ წარმოშობით სამეგრელოში მრავალი წელი ვიმუშავე განსაკუთრებით მაშინ როდესაც ახალაიების რეჟიმის ზეობა იყო და წარმოუდგენელი მძიმე ზეწოლების ქვეშ მიწევდა მუშაობა დავუკავშირდი სამეგრელოში რამდენიმე წყაროს ჩემსას რომლებმაც მითხრეს რომ მამფორია იყო სამეგრელოს ზემოსვანეთის რეგიონში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში სხვათა შორის ქართული ოცნების დროსაც ის მუშაობდა ამ თანამდებობაზე არა პოლიციის თანამშრომლად და გაირკვა რომ ლევან მამფორია 2016 წელს იყო ფიგურანტი ტერორისტული აქტის საქმეში ანუ ლევან მამფორია პოლიციელი რომელსაც ევალება საზოგადოების დაცვა პოლიციელი მონაწილეობდა ტერორისტული აქტის საქმეში ფიგურანტი იყო ერთ-ერთი მას პირდაპირ ბრალად წარედგინა ტერორისტული აქტის შეუტყობინებლობა ამაზე დიდი დანაშაული და საშინელება რა შეიძლება იყოს როდესაც პოლიციელი ამას ჩადის ჩვენი წყაროს ინფორმაციით ლევან მამფორიამ საგამოძიებო უწყებებთან ზომაზე მეტი ითანამშრომლა ნამდვილად ის მოიქცა ამჟამად უკვე მოქმედი ახალი ხელისუფლების სპეციალური სამსახურების გავლენის ქვეშ მანამდე როგორც ვიცით ის წინა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობდა და ახლა უკვე დაიწყო ამ ხელისუფლების მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთი შტოს ზოგიერთი წარმომადგენლის მთლიანობაში არ მინდა ვთქვა სპეციალური დავალებების შესრულება იმის სანაცვლოდ რომ ის ძალიან მცირე სასჯელით გაეთავისუფლებინათ საპყრობილიდან ეს იყო 2 წლის თავისუფლების აღკვეთა და ამაზე მომდევნო გამოძიებებში აუცილებლად ვისაუბრეთ მე გრძელდება ეს გამოძიება და უფრო მეცაც ვიტყვით რომ მაგალითად მის რაიონში ტაქსის მძღოლზე ძალადობრივ სცენაში როგორ დომინირებს ის და როგორ სადეს სააკაშვილის დრო სამსაქმის მიფარცხვა ამაზეც ვიტყვი მაგრამ ახლა არ მოგაცდენთ თქვენ ვიცი რომ დრო ბევრი არა გაქვთ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა გიორგი კვირიკაშვილმა უკაცრავად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მთავრობის მაღალჩინოსნებმა 2016 წლის დროს, როდესაც მამფორია ტერორიზმის საქმეზე იყო, ასე ვთქვათ, დაკავებული, ღიად ისაუბრეს, რომ სახელმწიფომ უდიდესი დარტყმა და უდიდესი ზიანი აირიდა თავიდან, როდესაც სუსმა აღკვეთა ეს დანაშაული. სხვათა შორის სუსმა ისიც თქვა, რომ უკრაინიდან ხორციელდებოდა ეს ტერორისტული აქტი, იგეგმებოდა უпроსწორად და მაშინ სააკაშვილის კვალიც კარგად დაინახეს. აქ კიდევ ერთხელ კარგად ჩანს რომ ბატონი არა ვინმე მამფორია ძალიან კარგად თანამშრომლობდა იმ წინა ხელისუფლებასთანაც და 2016 წლის პერიოდში როდესაც ის უკვე დააკავეს დაიწყო ახალი თანამშრომლობა უკვე ახალ სტრუქტურებთან უпроსწორად იგივე სტრუქტურებთან მაგრამ ახალი ხელმძღვანელობით ამის თქმა მინდა როგორც ჩანს მოდის გიხდით თუ არ შეწუხდებით რომ დასასრულისკენ მივდივარ საქმის გარემოებებზე დავკონცენტრირდეთ რასაც თვითონ მომჩივანი კედავება თანამასთან და ყოველდღიურ საკითხებზე იმიტომ რომ ეს გასაგებია კი ბატონო მესმის მიღებულია ესე იგი მომჩივანს აქვს უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით რომ როგორ უწოდეთ თურმე მას სიუჟეტში ნასეტკა ან ვირთხა მოდით განუმარტოთ რას ნიშნავს ნასეტკა ხომ ეს ყველა მისედაც ვიცით მაგრამ ეს რუსული სიტყვაა და ნიშნავს კრუხს ხომ სულხან საბას განმარტების მიხედვით ნასეტკა გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ავთამ სტოვარი ანუ ავის დაავალებების შემსრულებელი და სწორედ ასეთია ბატონი მამფორია შეფასებითი ნაწილი იყო სიუჟეტში და ახლაც დავადასტურებ ამას და კიდევ ბევრჯერ ვეტყვი რომ ასეთია სწორედ და ეს ტერმინი შეესადაგება მის საქმიანობას, ამიტომ გამოვიყენეთ სიუჟეტში. რაც შეეხება ნასეტკას ამ სიტყვას, სხვათა შორის პოლიტიკურ სფეროში ძალიან ხშირად დომინირებს. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და წარსულში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი ამ ტერმინს არაერთხელ იმეორებდა. მე შემიძლია სპეციალური ბუნლი გამოგიგზავნოთ, სადაც ეს მთელი საუბარია ყოფილი უпроსწორად მოქმედი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი ქართული ოცნების თავმჯდომარის. რამდენჯერმე ახსენა მან სიტყვა ნასეტკა თავისი გუნდის ყოფილი წევრების წინააღმდეგ. სხვათა შორის ეს სიტყვა ვირთხა რომელსაც აგრეთვე მიუღებლად მიიჩნევს ვინმე მამფორია
აგრეთვე საქართველოს უნივერსიტეტის სინონიმების ლექსიკონის თანახმად ნიშნავს მოღალატეს, ქვემძრომ ადამიანს. და ესეც შეეფერება ბატონ არა ვიმეორებ ლევან მამფორიას ვინმეს, რომელსაც სინდისი და ნამუსი ყოფნის, იმის ნაცვლად რომ ბოდიშები მოიხადოს ჩვენი გუნდის წამყვანების და წევრების მიმართ ასეთი შეურაცხყოფის გამო და ჩემს მიმართ, როგორც ჟურნალისტის მიმართ, პროფესიულ მოვალეობაში ხელი შეშლის, მუქარისა და სიცოცხლის განადგურების გამო დგას და ჩივის. ვიმეორებ, ამაზე დიდი ცინიზმი არაფერი არ არის და მას პასუხისგება სამართლებრივი გზით ამაზე აუცილებლად მოუწევს. აი ახლა ვხედავ შემოუერთდა როგორც დავინახე კადრში ეს მამფორია ჩვენ საუბარს და გაიგონოს რომ პასუხს აგებს როგორც ჟურნალისტის მიმართ ასეთი თავდასხმების ფაქტის გამო ის აუცილებლად წარდგება სასამართლოს და პროკურატურის წინაშე და დაიკითხება ამას. ციხეში ჩაჯდებით თქვენ ლევან, იცოდეთ ეს, კარგად გაიგონეთ. კომისიის წევრებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, თქვენი ობიექტურობის იმედი მაქვს მას შემდეგ რაც ეს ყველაფერი მოისმინეთ და დარწმუნებული ვარ თქვენ წინასწარ განაჩენი დაწერილი არ გაქვთ და ამ ყველაფრის მოსმენის საფუძველზე მიიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა თქვენ. დიახ, პატივცემულებო, მოისმინეთ ყურადღებით, დარწმუნებული ვარ ის რაც იხილეთ და აქედან გამომდინარე ყველამ კარგად ვიცოდით და უფრო მეტად დამაჯერებლობა ემატება ჩვენს სოდნას თუ რა მძიმე ვითარებაში ყოვლად ასე ვთქვათ მოცულ მძიმე ვითარებაში გვიწევს არსებობა, ცხოვრება, ყოფა საერთოდ, ხო? ამას არ ქვია პოლიტიკური ყოფა. იცით ის რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება საერთოდ, ნუ გარეთ რაც ხდება, გასაგებია. ჩვენ ახლა შევამოκლებთ ჩვენს სათქმელს თავისთავად, რადგან ეს ფრიად მნიშვნელოვანი კადრები, ვიდეო უნდა ეხილა ტელემაყურებელს აუცილებლად და მოესმინა რადიო მსმენელს და ჩვენ შეძლებს დაგვარად შევამოკლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს სათქმელს. სათქმელის მეტი რა არის ისე და სხვა გადაცემებიც ეყოფა შემდეგ და შემდეგ ჩვენი აზრის გამოთქმას. იცით, ძალზედ მძიმეა ვითარება ქვეყანაშიც თავისთავად და ეს გვაძლევს ჩვენ განგაშის საფუძველს აუცილებლად. გულისხმობ ძირითადად ოფიციოზის მიერ საერთოდ უზურპაცია საკანონმდებლო სივრცისა და მართლმსაჯულების არნახულ, როგორ ვთქვათ, მართლაც ძალზედ დიდ გამკაცრებას შეიძლება ვთქვათ ასეც. გამკაცრება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაც არის ბატონებო და მკაცრი უნდა იყოს კანონმდებლობა თავისთავად და არაფერი არაა ასე ვთქვათ გასაკვირი ის როცა სახელმწიფოებრივი აზროვნების და სახელმწიფოებრიობის ასე ვთქვათ გამომხატველია ადამიანთა უფლებების დამცველია და ასე შემდეგ და არა ისე როგორც დღეს ვითარდება ოფიციოზის პოლიტკონიუნქტურას დაქვემდებარებული ყველა სტრუქტურა თითქმის და რა თქმა უნდა ამ პოლიტკონიუნქტურის მიხედვით ხდება საკადრო ცვლილებებიც. ვერ უძლევს კრიტიკას ჩემო ოთარ, ჩემო თორნიკე, რა თქმა უნდა და ეს არ არის ასე ვთქვათ ცინიზმი. არ არის ცინიზმი, როცა პოლიცია ეგრეთ წოდებული პოლიცია, სიტყვების პოლიცია უწოდეს თუ ავწდებით, Facebook-ის პოლიცია, სიტყვების პოლიცია, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებს და ასე ვთქვათ, ორველის ნაწარმოები 1984-ში აზრის პოლიცია. აზრის პოლიციაც არსებობს თავისთავად და ორველი კარგად ახსენე შენ, უბრალოდ მას არაერთი კარგი ნაწარმოები აქვს და მათ შორის ცხოველთა ფერმაც. კი ბატონო, ხაზგასასმელია. და რაც შეეხება ამ პოლიციას, ხო? იცით, მე დავამატებდი და შევახსენებდი მათ, რომ მათ აქვთ კიდევ ერთი პოლიცია შესაქმნელი. ეს უნდა იყოს ალბათ მიმიკების პოლიცია. მიმიკებით გამოიხატება რაღაც, ბატონებო. ეს ემოციური ინტელექტია, შეიძლება ემოციური ინტელექტი ნაკლებად ესმის ოფიციოზის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მიმიკებითაც გამოიხატება ემოცია და ასე ვთქვათ შეიძლება მიმიკითაც ალბათ შეურაცხყოფა და აი მიმიკების
პოლიციაც შექმენით ეს მოთხოვნაა რა თუ შეიძლება რადგან ამ ნარატივზე ხართ მაინც აი შეხოთაშორის შენი მიმიკა არ მომწონს ახლა თორნიკე მინდა გითხრა ეს ხო აქ ცოტა ლატენტური მიმიკით მაგრამ მაინც ესეც დასჯადია მინდა იცოდეთ რა და ეს თლათ საიუმურო რომ არ არის ბატონებო და რა გვაქვს ჩვენ აქ იუმოროდ საქმე რომ არა გვაქვს ეს ნათელია ეს ტრაგედია საერთოდ ჩვენი ქვეყნის თავს თუ რა დღეში ჩავარდა ეს ქვეყანა კაცო ამ მადა ჭამაში მოსულმა პიროვნებებმა ხას უსაო მადა ჭამაში მოსულმა პიროვნებებმა უშრომელის შემოსავალი რომ მიიღეს და გულისხმობ უშრომელის შემოსავალში რომლებიც ამ სიტყვაში და ამ წინადადებაში აზრში იმას რომ არავის არ ახსოვხართ ბატონებო თქვენი 90-99%-იც არავის არსად ეროვნულ თავყრილობებზე, გამოსვლებზე, ანტაგონიზმზე, დარბევებზე, რომელსაც არ გვაკლებდა, რა თქმა უნდა, წინა რეჟიმი ასევე არავის არ ახსოვხართ. და პირიქით, კაცო, ვისაც ებრძვით და ასე ჩანს ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ის ადამიანები თქვენს რიგებში არიან. მრავალგზის გვაქვს ნათქვამი და კიდევ გეტყვით. იცით, ერთი მინდა კიდევ თქვა და გადმოვიდე უცებ. აი ევრო დასავლურ სტრუქტურებთან ამ ადამიანებმა, პატივცემულებმა აბსოლუტურად რაც მოისურვეს ყველა დოკუმენტი და ყველა ხელშეკრულება, ყველა კანონი, რა ვიცი, შეთანხმება დაარღვიეს. რაც მოუნდათ, როდის მოუნდათ და როგორაც მოუნდათ, ხო, ცოტა ისეთი ხისტი, ისეთი პროვინციალური მეთოდებითაც კი ადამიანებს არ ხვდებოდნენ და ეგონათ რომ ეს იყო ჟესტი თვითმყოფადი, სუვერენული, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისა, რაც ძალზედ სამარცხვინო იყო, ასევე მინდა გითხრათ. გარდა იმ დოკუმენტისა, იმ მემორანდუმისა, შეთანხმებისა, ჯერ მემორანდუმს რა ძალა აქვს, ბატონებო. მემორანდუმი კი არა, სახელმწიფო დონის კანონები და რატიფიცირებული კანონები და ბრძანებები ირღვევა, კაცო. და კონსტიტუციას არღვევენ. კონსტიტუციას არღვევენ და აღარ ფოკუსირდები ახლა როგორ და რანაირად. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ როგორ არღვევენ. თვითონ კონსტიტუციის ჩანაწერიც კი კონსტიტუციური დარღვევაა. რამე თუ კონსტიტუცია პატივცემულებო, ხალხის მისი აღმატებულება. ამ შემთხვევაში ქართველი ერის მოთხოვნილებებს, ინტერესებს და მის განვითარებას, მის თვითყოფადობას უნდა შეესაბამებოდეს. სადაც თქვენ საშუალება მიზნად ჩაწერეთ და ასე შემდეგ მრავალი წერტილი ამ კაზუსებს და შეცდომებს ვინ ჩამოთვლის. ვაი რომ ეს შეცდომა დანაშაულად არ დაგიკვალიფიცირდეთ. მაგრამ ეს არ გააკეთეს ახლა, რასაც პარალელს ვავლებდი, მიგრანტთა პაქტი, კაცო, ეს ყვადაღებული, ეს მიგრაციული ცუნამი, რაც მოხდა. ეს დაიწყო მათი ხელმოწერით, მათი ვალდებულების აღებით, მაგრამ ამას არ არღვევენ ამ მემორანდუმს. იქ კახა სიხარულიძე იყო წარდგენილი და მისი ხელმოწერით მოხდა, ასე ვთქვათ, ანუ ჩვენი სახელით, სახელმწიფოს წყარო არის მართლაც მისი აღმატებულება ქართველი ერი. ჩვენი სახელით ხელმოწერილი იქნა, ასე ვთქვათ, გაეროს პაქტზე, რამაც უზრუნველყო მერე შემდეგ აი საშინელებები, რასაც ჩვენ ყოველდღე ვამჩნევთ, ეს უკონტროლო მიგრაცია, ეს მართლა მიგრაციული ქაოსი, გადინება ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისა, რასაც აბსოლუტურად უფრო მძიმე და ძალზედ ესეთი სხვა საფუძვლები აქვს და მათი შემოდინება. ანუ ისმება კითხვა, თორნიკე, ოთარ, რატომ მოხდა ასე? რატომ არ დაარღვიეს ის კანონი? მარტივია პასუხი. აქაც საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გამო, რამე თუ ამ ადამიანებს არაბული, საერთოდ აზიური ფინანსური ინექციების დიდი მოლოდინი აქვთ და ჯიბეებიც მზადა აქვთ, კაცო. ეს ხო ყველამ ვიცით, ახალს არაფერს არ ვამბობ. რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა გარეთ მიმდინარე მოვლენები ძალზედ დრამატიზირდა, ძალზედ ომის დასასრულებლად მოვიდა და მეორე ომი გააჩაღა და კიდევ სხვა წერტილებიც გაცხელდა უფრო მეტად და ოთარ თქვენი საინტერესო საუბარი თუ შეიძლება დაიწყეთ ამ შესახებ. მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმის გამო რომ ეს სიუჟეტი გავიდა და ამასაც მინდა
ამ ამბავს გამოვეხმაურო, მართლაც კონსტიტუცია ახსენეთ ძალიან კარგი და საქართველოს კონსტიტუციაში მე-11 მუხლი არსებობს ასეთი, რომ სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და დღეს რას ვხედავთ, ხო? როცა შედის ცვლილებები ორგანულ კანონში, როცა წერია, რომ ის პირი, ვინც სახელმწიფო თანამდებობის პირს, მაგალითად პარლამენტის წევრს მიაყენებს შეურაცხყოფას, ის ისჯება და თუ სახელმწიფოს თანამდებობის პირი, იგივე თუნდაც პარლამენტის წევრი ან მინისტრი ან ვინმე მაღალი სახელმწიფო მოხელე მიაყენებს შეურაცხყოფას უბრალო მოქალაქეს, ესე იგი ის არ ისჯება და არანაირ პასუხისგებაში არ მიეცემა. ხვდებით ხო, აქ უკვე პირდაპირ ირღვევა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც ვიმეორებ ნათლად წერია, რომ კანონის წინაშე არის ყველანი თანასწორი და მართლა ძალიან დიდ შეურაცხყოფის კასკადს ვხედავთ ჩვენ მაგალითად სოციალურ ქსელებში, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას, ეს შეიძლება იმ მხრივ, რომ მართლაც ეს შეჩერდეს ან რაღაცნაირად შემცირდეს, ამისთვის კანონში არის ცვლილებები მისაღები, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო. ყველას უნდა ეხებოდეს ეს. ეს რას ქვია ხა სამხარაძეს ან კიდევ ვიღაც სხვა დეპუტატს უფლება აქვს, ესე იგი 9 სართულიანი აგინოს ჩვენ მეომრებს ან ჩვენ მოქალაქეებს ან ვისაც ეს თვალში არ მოუვა, ესე არ გამოვა, ხო? ყველამ უნდა აგოს პასუხი ამისთვის და ეს იქნება ძალიან კარგი, სხვა შორის, იმიტომ რომ ამ ჩვენ სოციალურ ქსელებს აკვირდება ჩვენი ახალგაზრდობა და რას ხედავს ვიღაც დაუბანელი, გაუპარსავი ჩუნგაჩანგა გამოდის და ქალბატონ ირმას შეურაცხყოფას აყენებს, ხო? ვიღაც ჯოჯოხეთიდან ამორწყეული სიმახინჯე, რომ უბედავს ქალბატონს ამ ხელა რაღაცას და ჩვენ ჟურნალისტები და თელ ჩვენ გუნდს ვინ არის ერთი დაგვენახოს, თუ რამის თავი აქვს მობრძანდეს აქ და დაგველაპარაკოს, ხო? რაღაც ყველამ უნდა აგოს აი ამისთვის პასუხი. და ამ უნდა გავარჩიოთ ბოლოს და ბოლოს ეს იქნება სახელმწიფო მოხელე თუ უბრალო მოქალაქე. შეურაცხყოფისთვის უნდა არსებობდეს სასჯელი. ძალიან კარგია ეს, მაგრამ ეს უნდა ვრცელდებოდეს მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე და არა მხოლოდ ვიღაც კონკრეტულ პირებზე და მეორე მხრივ დაცული იყოს სახელმწიფო მოხელე ან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი. რაც შეეხება არ დაივიწყო უთარ და ერთი სულ რაღაც, აი ერთი წუთიც არა, საზოგადოებისგან ვიცით არაერთი მესიჯი შემოვიდა და შეგვეკითხენ ჯერ გაკვირვებული სახთად დარჩენილი, მაგრამ საზოგადოება რადგან ასეთი მართლა არსება ირმას დავესესხები, რომ გიპირისპირდება თან როგორ პიროვნებებს და ვის და რა ლექსიკით, ხო? მაგრამ აი ღირსო ჩიტი ბრძღუნათო გესმის იყო ესეთი წინადადება. აი მეგობრებო, იცით, ეს ის ვითარებაა, როცა ჩიტი და ჩიტსაც არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო. ჩიტი ბრძღუნად ღირს, იმდენად, რამდენადაც ამ ჩიტის უკან ყვავებიც არაერთნი არიან. დიახ, გააგრძელეთ. რაც შეეხება საერთაშორისო პოლიტიკას, მართლაც უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს ახლა ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც რუსეთში, რაღაც რუსეთშიც ბევრი სიახლე არის იმ თვალსაზრისით, რომ უკვე პუტინი ესე იგი დაუკავშირდა, ესაუბრა საგარეო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელებს თავისას, რომ სასწრაფოდ იქნან გამოყვანილი რუსი დიპლომატები ირანიდან, იმიტომ რომ მათ ექმნება თუ იქ სერიოზული საფრთხეობა და მეორე პუტინი მზად არის შეხვდეს ზელენსკის და ეს არის ორივე მიმართულებით რუსეთის სერიოზული ესეთი დათმობაზე წასვლა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ეხა ისრაელი კი ამბობს, რომ ეს არის სპეცოპერაცია, მაგრამ ეს არის ფართომასშტაბიანი ომი, რასაც ჩვენ უყურებთ. მართალია სახმელეთო კომპონენტის გარეშე ვითარდება იქ მოვლენები, თუმცა ისრაელის დაზვერვა იქ ძალიან სერიოზულად მუშაობს, იმიტომ რომ პირველივე დღეს იქნა განადგურებული ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები ირანში და იქ სხვა შორის ეს ისრაელის სპეცსამსახურების დამსახურება ნამდვილად და მე ვთქვი კიდევაც წინა გადაცემაში, რომ
ეს ისრაელს აქვს ესეთი დოქტრინა, სამხედრო დოქტრინა, ბეგინის დოქტრინა ქვია, ეს იყო ისრაელის მეშვიდე პრემიერ-მინისტრი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, თუმცა მშვიდობის დარგში და ცოტა გაურკვეველია ეს როგორ ხდება 91-ში, სწორედ მან ესე იგი ერაყში ბირთვულ რეაქტორებს დაარტყა და იქ ძალიან ბევრი ადამიანიც დაიღუპა. მაგრამ ეს დოქტრინა არსებობს, რომ რეგიონში საერთოდ ისრაელის გარდა ეს ბირთვული იარაღი არავის არ უნდა კონდეს და ისრაელის ეს მთავარი მიზანი სწორედ ამ ბირთვული პროგრამის და ბირთვული ობიექტების განადგურება შედის და ჩვენ რას ვხედავთ დღეს, ეს არის ჰაერში პრაქტიკულად ისრაელის დომინაცია, იქ ისე თავისუფლად და ლაღად დაფრინავენ როგორც არასდროს ისრაელის ბომბდამშენები და ბოლო დღეების განმავლობაში უკვე 300-ზე მეტი ბომბდამშენი გამოჩნდა ირანის ცაზე და პრაქტიკულად განადგურებულია მთელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, უბრალოდ არ ეხებიან ახლა იქ ირანის სულიერ ლიდერს აიატოლა ხომენის და ამასაც აქვს თავისი გამართლება იმ თვალსაზრისით, რომ თუ ირანის ლიდერი განადგურდა, მაშინ რაღაც უფრო კონსოლიდირებული იქნება საზოგადოება, გაერთიანდება, ახლა იქ არსებობს სხვა მიმდინარეობების ამერიკასაც და ისრაელსაც გეგმაში აქვს ასევე, რა თქმა უნდა, რეჟიმის შეცვლა ისრაელში, თუმცა ბოლო 100 წლის განმავლობაში, 100 წლის უფრო ნაკლების, მათ შემდეგ 48-ში რაც შეიქმნა ისრაელის სახელმწიფო და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ რეჟიმები შეეცვალათ ირანში. ეს იყო მოჰამედ მოსადეყი, რომელიც მართლაც ხალხის რჩეული იყო და დღესაც დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ ირანელები, იმიტომ რომ მან მოახდინა მთელი ამ ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია, იმიტომ რომ მთელი ეს რესურსები იყო ინგლისის ხელში და ეს მოახერხა, ამიტომ ყველაფერი გააკეთა ინგლისმაც, ამერიკამაც, რომ მოსადეყი მოეშორებიათ. და ეს მოახერხეს კიდევაც, შემდეგ მოვიდა შახის რეჟიმი, ვიცით, შახის რეჟიმს მოყვა მე რევოლუცია 79-ში და მოვიდა ეხა ეს აიატოლები და ეხა ესეც არ მოსწონს თანამედროვე პოლიტიკის ირანი. და სხვა შორის აღიარა ამერიკის სპეცსამსახურებმაც, ის ინგლისის სპეცსამსახურებმა, რომ ყველაფერს ამას ვაკეთებდითო ჩვენ თვითონ. ანუ ეს პროპაგანდისტულ მანქანებს ქმნიდნენ, იქ აფინანსებდნენ ოპოზიციას, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ირანში გადატრიალებები ყოფილიყო და ეხა ეს პეხლევის შთამომავალი ითხოვს ისევ დაბრუნებას. ხო, სერიოზული შახი ყავდა. ერთ-ერთი სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო ეს მთელი ირანის ისტორიაში. კი, მაგრამ ჯერ მარტო კავშირი ჩვენს ლევან თედიაშვილთან, ხო? ხო, კი, იყო ესე. ბოლოს მაინც იმ პეხლევის და შახის ბედი მაინც გადაწყვიტეს ამერიკელებმა და ინგლისელებმა, იმიტომ რომ იქ მაინც რელიგიური ფაქტორი წამოიწია წინ, გაერთიანდნენ ამ აიატოლების გარშემო ხალხი, ვინც დაკავშირებული იყო რელიგიურად დღევანდელ რეჟიმთან და მოვიდნენ ესენი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც დავდექით და დღეს პრაქტიკულად რუსეთიც, ირანიც იმ მდგომარეობაში, დაჩოქილ მდგომარეობაში არიან, ასე გამოდის, იმიტომ რომ არ ვიცი, წინააღმდეგობის გაწევას დიდხანს ისინი ვერ შეძლებენ. ჩვენა ვართ რეგიონში, შუაში პრაქტიკულად ამ ორ ცეცხლ შუა და რა ვიცი, ჩვენი მობილიზება ახლა საჭირო რაღაცნაირად ისე რომ ჩვენ ეს ამ საფრთხეებს ადეკვატურად უპასუხოთ. და ამას უპასუხებთ ჩვენ ემოციის პოლიციის შექმნით. კი, უბრალოდ მიმიკის პოლიცია და ემოციის პოლიცია უნდა შეიქმნას. ჩვენი ხელისუფლების ორიენტაცია ვერ გავიგეთ, ხო, ბოლომდე მაინც გაუგებარია სად მიდის, ესე იგი გაწყვეტი იზოლირებული ვარ დასავლეთისგან, არა გვაქვს ურთიერთობა არც ევროპასთან, არც ამერიკასთან, ეხლა რუსეთი და ირანი შავდღეში არიან და მოკლედ როგორ მოიქცევა ჩვენი ხელისუფლება ამ ვითარებაში, ამას დრო გვიჩვენებს. მართავს ბრძანებთ. ჩვენო თორნიკე ამ ასე თქვათ სარკაზმს თავს დავანებებ, თავისთავად არაფერი არა აქვს საღიმილო, მაგრამ ერთი შეხედვით გაგეცინება კაც.
რა პოლიციები იქმნება, რას ეძებენ და იქ წყევლა კრულვისის დაგვავიწყდა ჩვენ. წყევლა კრულვის წყევლოლოგია რაღაც ეთყობა რაღაც მიმდინარეობა შექმნილი. რა სიტყოდით ყოველივე ამას? მივესალმები პირველ რიგში ჩვენს ტელემაყურებელსა და ერთგულ რადიო მსმენელს. ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია აბსოლუტურად ყველა სივრცის და ყველა სფეროს გაკონტროლება და მით უმეტეს ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს საღად მოაზროვნე ადამიანი. სხვათა შორის, ჩემი საბაკალავრო ნაშრომი სწორედ ტოტალიტარიზმის თემას ეხებოდა ჯორჯ ორველის ნაწარმოებების კრიტიკული ანალიზი იყო, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დავიმსახურე ამისათვის. და ტოტალიტარულ რეჟიმებს სწორედ ეს ახასიათებთ, ვინაიდან ისინი პირდაპირ მიზანში იღებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ რეჟიმის იდეოლოგიას, მიზნებს, ამოცანებს და სხვათა შორის ძველ რომში არსებობდა ესეთი გამოთქმა, რომ ვინც არ არის ჩვენთან, ის ჩვენ წინააღმდეგაა. ანუ ავტომატურად ის ადამიანი, ვინც უპირისპირდება ასეთ წყობას, ასეთ წყობილებას, ასეთ ფორმაციას, ამგვარ იდეოლოგიას, ასეთი პირი არის განდევნილი. და ჩვენ ვახსენეთ აზრის პოლიცია. იქ რომან 1984-ში გამოყვანილი არის შესაბამისი ფენომენი აზრის პოლიცია, რაც გულისხმობს მოქალაქეთა აზრების კონტროლს. აგრეთვე აქვს ძალიან საინტერესო წიგნი დაწერილი ისმაილ კადარეს, ასეთ ალბანელ მწერალს სიზმრების სასახლე. და ასე ვთქვათ, იქაც სიზმრებს აგროვებენ იმისათვის, რათა გააკონტროლონ ადამიანების, ასე ვთქვათ, აზროვნება. ეს ფიგურალურად და ხატოვნად ხდება, რასაკვირველია. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა მოექცეს ტოტალური კონტროლის ქვეშ და მოქალაქის ინტერესები მთლიანად უნდა იყოს შეზღუდული. და როგორც იმ ცნობილ ანიმაციაშია სიზმრის მინისტრები, მაშინდელი, ახლა რასაც ბრძანებთ, ალეგორიულად შეიძლება ვთქვათ, ან თუ გნებავთ პირდაპირ მნიშვნელობით, დღესაც გვყავს ჩვენ სიზმრის მინისტრები და ანალიტიკოსები. იცით, ჩვენ ცოტა დრო დაგვჭა, გვატყობინებენ და ამ ცოტა დროში ჩავტევთ ჩვენს დამშვიდობებასაც, მაგრამ ერთი რამ მინდა კიდევ გითხრათ. იცით, საერთოდ დღეს მსოფლიო არენაზე კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის დაპირისპირება, ასე ვთქვათ, გვაჩვენებენ და დემონსტრირებენ. რეალურად ეს ვრცელი თემაა. ამას ცალკე გადაცემას მიუძღვნით ჩვენ, მაგრამ იცით, როცა ზედა ელიტები აი მსგავსი საქმით არიან დაკავებულნი, რომ საზოგადოების წინაშე სწორედაც გაყიდონ აი ეს ბრძოლად, რაც ჩემთვის ფსევდობრძოლაა, მე პირიქით ესეც ვიტყოდი, რომ დღევანდელი კონსერვატორების უდიდესი ნაწილი, ასე ვთქვათ, პოლიტბომონდიდან, აი ტოპ პოლიტიკოსებიდან მით უმეტეს, ხომ მსოფლიო მასშტაბით, ნამდვილად ლატენტური, შენიღბული ლიბერალები არიან, ბატონებო. მათ შორის წყალგამყოფი ბევრი არაა. წყალგამყოფი არის მხოლოდ გავლენები, მცირე თუ დიდი ჰეგემონიები და ასე შემდეგ და სხვათა შორის ჩვენთან ვითარებაში, ასე ვთქვათ, ჩვენი კუთხით თუ ჩვენ ქვეყნის მიმართებით ამ საკითხს განვავრცობთ, კონსერვატიზმი როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, კარგია, ეს შენახვაა, მაგრამ ჩვენი სწორება ოდითგან არაერთ გზის გვითქვამს, ეს არის ტრადიცია. ტრადიციაა თვითონ განვითარება, მეგობრებო. ტრადიციონალიზმი, ტრადიციული ღირებულება, ფასეულებები, გესმით? და არა მხოლოდ კონსერვო, და არა მხოლოდ კონსერვაცია და შენახვა. შენახული დიდი ხანია არის და მადლობა ჩვენ გმირდა დიდ წინაპარს, რომ დღემდე მოგვიტანა, მაგრამ ჩვენ იმ დიდი აკადემიური წარმონაქმნიდან რა დავტოვეთ? კოლეჯი არის დარჩენილი, ხუხულასავით ვაქციეთ, ლექსიკა დავასარევლიანეთ, ქართული ანბანი რითი ასავს. ერთმანეთის მიმართ რა განწყობითა და ქმედებებით აღვივსეთ. საქართველოს და საერთოდ პატრიოტიზმის მიმართ, წმინდანების მიმართ, რას ვაკულტივირებთ? განათლების სისტემა არსებობს,
და ასე შემდეგ მრავალწერტილი. აი ამ ყველა რანგში, რასაც გულისხმობ, რომ ზედა ეშელონებში კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი, ასე ვთქვათ, არათუ ოპონირებენ თვალის ასახვევად, რამე თუ უფრო მეტად მართვადი გახდეს. ყველა გემოვნებისა თუ იდეოლოგიის ადამიანი. ეს მხოლოდ მართვისთვის სჭირდებათ მათ, რამე თუ ჩვენ ქართულ გამონათქვამში ძალიან კარგადაა ხისტად, მაგრამ კარგად, რომ ღრუე წყალში ძალიან კარგად იჭირება. ეს ვრცელი თემაა, მეგობრებო, ჩვენ უფრო სიღრმისეულად შემდეგ გადაცემებში გვექნება ამის დრო, რომ ვისაუბროთ. უფალმა საღმრთო მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას. მადლობა მას, მადლობა ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს, ვინაც უზრუნველყო ჩვენი ეთერში გასვლა და მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს, რომლის ზარიც დღესდღეობით ვერ შემოუშვით, მაგრამ მომავალი გადაცემები, რა თქმა უნდა, უთქვენოთ არ წავა. სანამ დავემშვიდობებოდეთ მაყურებელს, ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგი სიტყვა ეროვნული, სწორედ ეროვნულ სარწმუნოებრივი საწყისები და პრინციპები უნდა იყოს ქართული საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების წარმმართველი ძალა და ჩვენი სამომავლო იდეოლოგიის ქვაკუთხედი. კი ბატონო, სწორედაც გეთანხმებით, დაგემშვიდობებით, ბედნიერი ხვალინდელი დღე გქონოდეთ. როგორც თქვენ, ჩემო კეთილო ადამიანებო, ასევე მთელ სამყაროს და მთელ მსოფლიოს. გაიხარეთ. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით.